დავბრუნდით ისე პირდაპირ ეთერში და როგორც ყოველთვის არ ვარღვევთ ტრადიციას და მრავალშვილიან ოჯახს მასპინძლობთ. კი ბატონო, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქრწანისი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ღვთისმსახური მიქაელ არიშიძე და მისი მეუღლე ქალბატონი თეონა არიშიძე. მოგესალმებით, დაგულცეთ მამაო, დიდი მადლობა და ბავშვები. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ესე იგი მხიარლობა შემოიტანეთ, ნათელი ფერები შემოიტანეთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა ღმერთს, მისასალმებელია თქვენი ეს ახალი ტრადიცია და ერთმანეთს რომ საქართველოში ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი იყოს, ღვთის ცნებას აღურდინდით და გამრავლდით როგორც იკურთხა სამოთხეში ადამიანთა მოდგმა, ამას აღასრულებდნენ და ღვთისათვის სათნოდ ცხოვრობდნენ, სხვა ცნებებთან ერთად ამასაც ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ წარმოგვეჩინა ეს ადამიანები, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის არიან გმირები, იმიტომ რომ დღეს მრავალშვილიან ოჯახებს ხშირად ვერ ხვდებით და ესეთი რაღაც მოდური შევეითქვას, ცუდი სიტყვა, მაგრამ ამ წელს ეს მომაფიქრდა უცებ, რომ ძირთად შემოვიფარგლებით ხოლმე 1-2 შვილით და ყველა ფიქრობს, რომ არ მაქვს იმის საშუალება, რომ ყავდეს ბევრი შვილი, იმიტომ რომ ბევრი შვილს უფრო მეტი რამ უნდა, თუმცა თითოეული ჩვენი სტუმარი, რომელიც მოდის აქ, ყოველთვის ამბობს, რომ მთავარია უფლის ცნებებით იცხოვრო და ყოველთვის გაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეულ ბავშვს მიხედო ისე როგორც თუნდაც ეკონომიურად, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენ თქვათ არ გქონდა სამი შვილის გაზრდის საშუალება, მაგრამ მეოთხე როცა შეგვეძინა, უკვე მოგცა უფალმა ამის. ალბათ თქვენს შემთხვევაში ესე არის, იმიტომ რომ თითოეულ ბავშვს ჭირდება რა თქმა უნდა ყურადღება და ღვთის მიერ საჩუქარს ალბათ მოყვება კიდე დამატებით საჩუქრები, რომელიც ნამდვილად. მე მგონი რომ მიზეზი უფრო არა გულწრფელია ხოლმე, უფრო მე მგონი სიზარმაცია გარკვეულწ და შიშით შეიძლება ეხლა რაღაც მომავლისა, მაგრამ ხშირად არ უნდა ადამიანს რომ დაიწვირთოს თან. ეხლა ზოგჯერ ჯანმრთელობის მიზეზებიც არის ხოლმე მანდილოსნებს ხშირად რაღაც პრობლემები აქვთ მშობიარობის დაურსულობისა და მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ეკლესია არ გვაძლევს ჩვენ იმის უფლებას რომ შვილიერებას ვებრძოლოთ და რაღაცა მეთოდები ვიხმაროთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეკლესიის კანონებით ვინც არ ასე ვთქვათ ხმარობს რაღაცა მეთოდებს ჩასახვის საწინააღმდეგოს ესეთ განყენებული უნდა იყოს ზიარებისაგან და ზიარებაზე დიდი საჩუქარი ღვთის ისგან არა აქვს კაცობრიობას და რამ უნდა განაყენოს ადამიანი ამ საიდუმლოს რა უნდა იყოს რა ზოგჯერ შეიძლება რისკის მომენტი იყოს მაგრამ ღვთის მინდობით ყველაფერი შეიძლება დაძლეული იქნას. ბავშვები საკმაოდ პატარები არიან და ალბათ დარწმუნებული ძალიან დიდი მხიარულება ხოლმე თქვენ სახლში. გოგონას კითხო, რა შეგრძნება, როდესაც 6 დედმამიშვილი ყავს კიდე და თუნდაც მეგობრები როდესაც იგებენ, რომ ამდენი დედმამიშვილი ყავს. პატარა ბავშვები რო არიან, ძალიან მოყვარს და დედასაც ეხმარები და დედას გვეხმარება და კარგი. დაწუნებული მას კარგი შვილები ხართ, იმიტომ რომ თქვენ სახეებზე ეს ყველაფერი იკითხება. ცდილობთ რაღაცა ასე მაინტერესებს ქალბატონო, როგორ არიან ბავშვები დატვირთულები იგივე სპორტის კუთხით, გავიგეთ 3 მეტრ შემოვიდოდით, რომ აი ამ 3 ადამიანს კონცერტი აქვს დღეს ბატონო გამოსვლა აქვს და ჩვენ წარმატებას უსურვებთ რა თქმა უნდა. ეს უფროსები 3 დადიან ქართულ ხალხურ სიმღერაზე და გალობაზე. რა დღეს ღონისძიება არის დაგეგმილი პირდაპირში მოგეხსენებათ. თქვენ ალბათ საქმის კურსში ხართ, რომ ჩვენ მრავალშვილიანმა დედებმა ჩამოვაყალიბეთ ესეთი ორგანიზაცია, ესა გენი ქართული და ჩვენი მიზანი არის, რომ ახალგაზრდა ოჯახები წავახალისოთ, მათ რაღაც ხარი დაუჭიროთ და ჩვენი გამოცდილებები გაუზიაროთ, რათა მათ იყოლიონ უფრო მეტი შვილი. და ამით ჩვენ გვინდა რომ ხელი შეუწყოთ იმ დემოგრაფიულ პრობლემას, რომელიც არის კრიზის, რომელიც არის საქართველოში, რა თქმა უნდა. ამ ხრით ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და გვინდა მოუწოდო ყველა მომავალ დედას ან ყველა დედას ხო შემოგვიერთდნენ და ნუ ეშინიათ ამის. რაც შეიძლება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით
თქვენ იცით რომ პატრიარქმა გვაკურთხა მისი ნათლულის ოჯახები რომ დღეები დავრგა. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით და უწმინდესის ლოცვა კურთხევით გადავწყვიტეთ რომ გავალამაზოთ გეცამანიის ბაღი არის ესეთი ტერიტორია ცხეთის ჯვარსა და სვეტიცხოველს შორის და დღეს ამ ღონისძიებაზე ხუთს ვიქნები ამ ღონისძიებაზე კიდევ შეგხვდებით ძალიან მიხარია რომ მივემართებით ოჯახებით ჩვენ მარტო ჩვენი ტაძრით არ შემოვიფარგლებით შემოგვიერთდა სხვა ტაძრებით სხვა ორგანიზაციებით და ოჯახებით ყველანი ამ საშვილიშვილო საქმეს აღვასრულებთ გავალამაზებთ იქაურობას და ვაპირებთ რომ მოუვაროთ იმ სცენარებს რომლებსაც დავრგავთ ჩვენ შვილებთან ერთად რომ ჩვენი შვილები უფრო პასუხისმგებლობა გქონდეთ უფრო მეტი რომ გაუფრთხილდნენ და დაიცვან ბუნება და ჩვენმა შვილებმა უფრო ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ. და რა ვიცი მე ვიცი რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ჩვენი ორგანიზაცია კიდე გეგმავს ასეთ ღონისძიებებს და მე მგონი ლამაზი დღე გამოვა დღეს ნამდვილად. უწმინდესის ნათლულებით გაგოცანით რომლები არიან? უწმინდესის ნათლულები აი ეს ელისაბედი, იოანე და ნიკოლოზი. ნიკოლოზი როგორი სერიოზული კაცია. ნიკოლოზი სხვათაშორის ნიკოლოზობას გაჩნდა. და ძალიან დიდი ღვთისმსაჩუქარი ჩვენ ის კონდა ოჯახში პოლემიკა რასახელი დაგვერქვა და დაბადო ისე დღეს დაიბადა რომ გარკვეული იყო აღარ მქონია ეს ამით დამთავრდა ეს წელიწადი და ყავს ნიკოლოზი თან მithumetes რომ დიდ მრავალი წელია მსახურობ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და ჩვენი მოძღვარი მოგეხსენებათ მამაბესარიონი დისტიმურს გვაძლევს ოჯახი და ამიტომაც არის რომ მრავალათაა ჩვენ ტაძარში მრავალშვილიანი ოჯახები. დიახ, უმეტესობა მრავალშვილიანი ოჯახებისა სწორედ ამ ტაძრის მრევლია, ვინც ყავს ჩვენ. ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ, ვაძლიერებთ და რაღაც ვცდილობთ რომ კიდევ უფრო შემოგვიმატო. მაგალითი მოქმედებს. ყველა შორის უნდა ითქვას რომ ჯერჯერობით პატრიარქის ამ ინიციატივამ რომ აი მესამე შვილის და შემდგომ შვილს მონათლავდა მრავალი ადამიანი წაახალისა რომ მიუხედავად ყველაფრისა შეყოლიათ კიდე შვილი და მესამე და მომდევნო შვილი ალბათ პატრიარქს ეს ხვაწლიც საკმარისი იქნებოდა ადამიანის სადღეგებლად და მან თავის მოღვაწს ესეთ შემატა რომ ამდენი 1000 ადამიანი მოევლინა მე უნდა ვთქვა რომ ყოველი ადამიანი რომელიც მართლმადიდებელი ოჯახში იბადება არის პოტენციურად სასუფეველის პირი და დიდი მადლია ღვთისაგან, როდესაც ოჯახი იყოლებს შვილს. ამის წარმოქმნა ძალიან ძნელია, ვისაც მე მაგალითად რომ წამოიждდება ხომ ყველაზე უმცროსი მოწყენილობას სულ უნდა რომ პატარა ყავდეს ოჯახი. ძალიან დიდი ბედნიერებაა მართლაც. ვიცით რომ ბოლო არ იქნება. ეს წყალობით რა ვიცი, იმედი გვაქვს რომ შემწეობა ხმართვის ყოველ ბავშვს. მე მივესალმო კიდე ის მოწმენდესმა ახლა ბოლო გადაგებაში თქვა რომ აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება წელს სვეტიცხოველში. მადლიერების განსაკუთრებული დღეს იქნება და საპატრიარქო წირო ჩატარდება სვეტიცხოველში ეს ჩვენი წმინდა დედაქალაქის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ და ჩვენი მთავარი ტაძრის სვეტიცხოვლის ამდიდებას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს და დიდი მადლობა მინდა ამასაც მოუხმაროთ ჩვენს ფეხბურთობაში თუ მეიღებთ მონაწილეობას ვამო ვესტები ასენი ნახოთ აი ჩემი უფროსი გოგოს ყოჩაღია ხმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა კი ბატონო კარგი ცოტა დრო გრჩება და ბავშვის მინდა ვკითხო რა სიმღერებ დღეს და არა დღეს დღემდე ღონისძიებაზე რა შეასრულოთ იმ ღონისძიებაზე კი ეს მინდა და მეკითხა რა სიმღერა უნდა იმღეროთ მრავალჟამიერი და ჯვარსაშენსო ანუ ესე რომელ ხმას მღერით ძალიან საინტერესოა პირველი ხმა კი ბატონო ძალიან მაგარია იმიტომ რომ პატარებს საერთოდ ხო ყველა სიმრავლესობას პირველი ხმა აქვს და თვითონ ხელმძღვანელი ეხმარება ხოლმე ბანსის ამბობს ხოლმე და 1-2 მეორე ხმა
კი ბატონო. ძირითადად მაინც ძალიან დიდი მადლობა მამაო, რომ მოგზანდით თქვენს ოჯახთან ერთად ქალბატონ თეონა, უმეტეს მადლობა. ბავშვებო, მინდა წარმატებები გისურვოთ და თქვენ საქმეში თითოეულ თქვენთაგანს უსურვებ რა თქმა უნდა განვითარებას, იგივე მუსიკალური კუთხით იქნება თუ სპორტულ კარიერაში და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გეტყვით სტუდიაში მოგზავნებისთვის, გამრავლებას გისურვებთ. მადლობა. გაგვიხარდეთ თქვენი გაცნობა და იმედი გვაქვს რომ ნათელი წერტილია სატელევიზიო სივრცეში და რადიო სივრცეში საპატრიარქოს ტელევიზია და რადიო. უღმესი მადლობა. დიდი მადლობა. გემშვიდობით, კეთილი სურვილებით, იმედი გვაქვს რომ კიდევ შევხვდებით თქვენს სხვა მეგობრებს, მრავალშვილიან ოჯახებს და კიდევ მოგოცემა საშუალება რომ ბევრი ადამიანი გავაცნოთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს. ჩვენც კი ის გადაგვჩენია ძვირფასოა ტელემაყურებლებო რომ დაგემშვიდობოთ ერთმანეთს უკვე ხვალ 2:30-ზე ირაკლი ახალი სტუმრებით, ახალი თემებით შევხვდებით და ის გადაგვჩენია დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ზუსტად საათნახევრის მანძილზე იაბედოიძე, ირაკლი ალფაიძე მუშაობდით თქვენთვის და ხვალ 2:30-ზე ისევ ერთმანეთს შევხვდებით ახალი სტუმრებით, ახალი თემებით. ნახვამდის.